ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ისეთი ქვეყანა, სადაც ბუნებრივი პირობების თითქმის ყველა სპექტრი ასეთ მცირე ტერიტორიაზე იყოს წარმოდგენილი. მაგალითისათვის საკმარისი აღნიშნოთ, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის წვეროლებამდე პირდაპირი ხაზით 50 კილომეტრის მონაკვეთზე თითქმის ყველა ბუნებრივი სარტყელია წარმოდგენილი. ქვეყნის რთული რელიეფი საფუძველია კლიმატის განსხვავებულობისა, როგორც მის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, ასევე ცალკეულ რეგიონებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიომრავალფეროვნება, ფლორისა და ფაუნის სახეობათა სიმრავლე, როგორც ბუნებრივის, ასევე კულტურულის. ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს გაკულტურებული ხორბლისა და ვაზის სამშობლოს. გამორჩეულია საქართველოს ბუნებრივი რესურსები: კლიმატური, მიწის, წყლის, მინერალური, რეკრეაციული და სხვა. თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პირობებში უპირველეს პრობლემას ამ რესურსების გონივრული ათვისება და დაცვა წარმოადგენს, რაც ბუნებრივი პროცესების განვითარების თავისებურებათა საფუძვლიანი შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია. ამ შესწავლას კი საბუნებისმეტყველო მეცნიერების უმთავრესი მიმართულება გეოგრაფია ემსახურება. იგი ერთ-ერთი უძველეს მეცნიერებათაგანია, რომელსაც მოგვიანებით მრავალი დარგი გამოეყო: კარტოგრაფია, გეოდეზია, გეოლოგია, გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია, გლაციოლოგია, ნიადაგთმცოდნეობა, სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია, ლანდშაფტმცოდნეობა. გეოგრაფიული მეცნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა საბუნებისმეტყველო დარგებთან, ბიოლოგიასთან, ფიზიკასთან, ქიმიასთან. დღეს წარმოუდგენელია თანამედროვეობის უმთავრესი პრობლემის, ბუნებაში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების საკითხების შესწავლა გეოგრაფიის გარეშე. ამ მიმართულებით მისი კიდევ ერთი განხრა გეოეკოლოგია ვითარდება, რომელიც არაორგანული ბუნების სხვა კომპონენტების, გეოლოგიური აგებულების, რელიეფის, კლიმატის, წყლის, ნიადაგის ურთიერთმოქმედების საკითხებს შეისწავლის. მისი ფუნქცია ასევე ამ კომპონენტებზე ადამიანის სამეურვე საქმიანობის ზემოქმედების შესწავლა, უარყოფითი შედეგების გამოვლენა და მათი პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. აი, ასეთ მიზანს ისახავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, სადაც მკაფიოდაა წარმოდგენილი თანამედროვე გეოგრაფიის ყველა პრობლემური საკითხი. მათი შესწავლა ახალგაზრდა თაობას შეეძენს იმ აუცილებელ ცოდნას, რაც გამოადგებათ თავისი ქვეყნის ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების გონივრული ათვისებისა და დაცვის კეთილშობილ საქმეში. გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა სხვა სააუდიტორიო დისციპლინების შესწავლასთან ერთად მოიცავს საველე პროფესიული პრაქტიკის გავლას. ამ პროგრამის გავლის მიზანია, რომ სტუდენტი, რომელიც გეოგრაფიულ დისციპლინას ეუფლება, თავისუფლად აზროვნებდეს ველზე მუშაობის დროს, ჰქონდეს წარმოდგენა ბუნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში, შევასრულეთ სტუდენტთა გაყვანა ველზე სტაციონარული სახით მუშაობის პრინციპების გათვალისწინებით. დაგვიჭერა მხარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც თავის სტრუქტურაში გააჩნია საკმაოდ მომზადებული სამეცნიერო საკვლევის სტაციონარი სოფელი ხოდაშენის მიდამოებში. ჩვენი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე ჩვენ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ეს სტაციონარი პრაქტიკის გავლის განმავლობაში გადაგვეცა უბაზოდ. მოქმედება ასეთია. წინ მიდის ბატონი მერაბი. ეს ჯარივით ეს სწორ ხაზზე ბატონო უკან ბიჭი, სწორ ხაზზე არ გამოვა. ანუ რო დავარღვიო პრობლემა არ არის. არა, მაგრამ თქვა არ გაიქცედა. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიყოთ ერთად. ასე ხელჩადებული არ გამოვა, მაგრამ რომ დისტანციაც ის ეს უნდა იცოდე, რამდენი აქედან აქამდე, ეს თითი რამდენია, იქ დაახლოებით რამდენი ფართობს ფარავს. პროპორცია შეადგენს, всё.
აი აქ და 20 სანტიმეტრის ხო არის და მსგავსი სამკუთხედი იმდარე ხოდაშნის ხევის ერთ-ერთი შენაკადი დაზიანებული სანაპირო ნაგებობები გადმეუნები იმისათვის რომ სიზუსტე მივიღოთ მაშინ აი ამ რკალზე იჭერს ამ რკალის შიგნით მესამე თანამგზავრი თუ გამოიჭერა ახლა აი უყურებდი ჩვენ ზოგჯერ 7 მეტრს აჩვენებს სიზუსტე ზოგჯერ 5 აი ასე იხვეწება ეს ანდახთან მით უმეტეს ახლა მიმღებზეც არის GPS ნავიგატორია დაახლოებით 5 მეტრი 3 მეტრი ასე აი თქვენ სვალწინ ახლა არის მეწყრული სხეული რომელსაც თქვენ ძალიან კარგად ხედავთ ეს არის დელუვიური ფერდობი შემდეგ მოხდა აი ამ დიდი ვებერთელა სხეულის ჩამოცურება ქვევით იმიტომ რომ ქვევით გამოურეცხა მდინარე მას ძირი წამოვიდა ქვევით და ფაქტიურად მივიღეთ ჩვენ ის სხეული რასაც დღეს ხედავთ ესე იგი მეწყერი აი ეს ბუნებრივი მოვლენა თვითონ იკეთებს იმ რაღაც ფაქტორის გამოვლენას რაც მის განვითარებას უწყობს ხელს რაც შეეხება ამ ღვინოს ახლა მოსალოდნელია რომ ეს ღვინული იმ წყლით რომელიც იქ დაიფარება მთლიანად გაცომდება ძალიან თხევად მდგომარეობაში მოვა არეულ მდგომარეობაში ეს ფოტოთეოდოიდი ეხლა მოქმედებაშია მას იყენებენ მაგრამ ჩვენ არ აქვს ფოტოთეოდოიდი ჩვენ შეგვიძლია ახლა ციფრული აქ ბაზისი გავზომოთ ერთი წერტილიდან გადავუღოთ ციფრული სურათი და გადავუღოთ მეორედან მეორე წერტილიდან ბაზისი იქნება ორი სტერეოწყილი საველე სადილი ხოდაშნის ხევი ბადაგონთან ხოდაშნის ხევის ახალი კალაპოტი რომელიც მან ბოლო 2-3 წლის მანძილზე გაიკეთა და ის ნათბეული რომელიც არსებობდა უკვე გადაქცეულია მდინარის კალაპოტით გაწმენდილ გასუფთავებული ზემო ალაზნის არხი ზემო ხოდაშინი იმ სტაციონარს, რომელიც თბილისის უნივერსიტეტშია, თავის პრობლემაში გააჩნია მრავალი ახალი იარაღი, რომელიც ჩვენ გამოგვეცა ასევე უანგაროდ. თქვენს წინაშეა გეოგრაფიული მოვლენების სხვადასხვა ინსტრუმენტები და მოწყობილობანი. მეტეოროლოგიური ელემენტები, როგორიცაა ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა დროთა განმავლობაში საკმაოდ სწრაფად იცვლება. ელექტრონული აქტინომეტრი ის ზომავს მზის პირდაპირ რადიაციას მოცემულ წერტილში. აქ არის უკვე გამოჯობესული ბარომეტრი პანეროიდი, რომელიც უშუალოდ წნევასაც ზომავს და შეგვიძლია დავაფიქსიროთ სიმაღლეც. რაც მაღლა ავდივართ ზღვის დონიდან, მით უფრო წნევა დაბალია და კლებულობს. დაბალსა და მაღალ წნევას შორის სხვაობა იწვევს იმ მაღალიდან დაბლისაკენ ჰაერის ნაკადების წარმოქმნას. ჰიგრომეტრი ეს ზომავს ატმოსფეროს სინოტივეს. იქოქება აი ამ პატარა დასაქოქი მოწყობილობით. ჩადგამენ მელანს, ეს მოძრაობს აქეთ, აქ არის კალამი. ეს მილიმეტრიანი ქაღალდი იხაზება აი ამ ისარში ჩასმული მელით. მე ხელში მიჭირავს ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის საზომი ხელსაწყო ფსიქრომეტრი. ამ ხელსაწყოში დევს ორი ერთნაირი თერმომეტრი, მაგრამ განსხვავება მათში ის არის, რომ ერთ-ერთს აი მას აქვს, აი აქ წვერზე დასველებული ნაჭერი. ფსიქრომეტრის მუშაობის პრინციპი ასეთია. ფოქავს აი ამ მოწყობილობას. აქ არის ვენტილატორი სპეციალური, რომელიც ჰაერის ნაკადს მიმართავს ამ ორი თერმომეტრისაკენ. ეხლა ხდება ნელ-ნელა ორივე თერმომეტრში ვერცხლის სვეტის ამოწერა გარკვეულ მნიშვნელობამდე. შემდეგ სპეციალური ცხრილების საშუალებით ხდება გამოთვლა და ანგარიშება იმ წერტილისა, რომელსაც ნამის წერტილი ქვია. სამივე თერმომეტრი არის ნიადაგის. ერთი ზომავს აი ეს თერმომეტრი ნიადაგის ტემპერატურას, აი ეს ზომავს მინიმალურ ტემპერატურას ნიადაგისას. ეს სიღრმეარე ტემპერატურის ნიადაგის ტემპერატურის გასაზომი სიღრმე. ეს არის წყლის თერმომეტრი. აი ეს ტემპერატურა ამაში აი ამ ჭიქით დებთ წყალში. როგორც კი ჩავდეთ ამას წყალში და ეს ჭიქა აივსება, უნდა ამოვიღოთ ზევით, რამდენიმე წუთის განმავლობაში დავაკვირდეთ. რა ტემპერატურას ვარსკვლავს. ხელში მიჭირავს წყლის ნაკადის სიჩქარის საზომი ხელსაწყო, რომელსაც ტრიალა ეწოდება. ბრუნი გადაეცემა ელექტროდენის საშუალებით, რომელიც აი ამ ელემენტებისგან მიიღება, აი ამ ზარს. და ამ ზარსთან ერთად აი ინთება აქ ნატურა. ეხლა ჩვენ
გვაქვს სრულიად ახალი თანამედროვე მართალია სამოყვარულო, მაგრამ თანამედროვე მეტეოსადგური, რომელიც რამდენიმე კომპონენტს ზომავს. აი ეს ხელსაწყო ზომავს ნალექებს, აი ეს მოწყობილობა არის ჰაერის მიმართულების საზომი და სიჩქარის საზომი. და ყველაფერი ეს მონაცემები, ზის რადიაცია, ჰაერის ტენიანობა, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, სხვადასხვა მეტეო ელემენტები იზომება ამ ხელსაწყოს მიერ. აი ეს არის ეკრანი, რომელზეც ჩვენ გვაქვს მზის ბატარეა, მზის ბატარეით მიღებული ელექტროდენი გადაეცემა აი ამ მოწყობილობას, რომელსაც ყვებავს აი ეს ელემენტი. შემდეგ აი ამ ჩანაწერებით, ყველანაირი მონაცემებით გადაცემა ხდება რადიოს საშუალებით აი ამ მოწყობილობაში. ეს არის ფაქტიურად პატარა კომპიუტერი. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია აი ჩვენი სტაციონარი სეზონში ეს დაყენებული გქონდეს მუდმივად და იმუშავოს. სოხუმის უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულებაზე გაათვალისწინებულია საველე პრაქტიკა, რომელიც მოიცავს გეოდეზია, კარტოგრაფიის მიმართულებითაც. ანუ მიმდინარე წელს ჩვენ ჩავატარეთ ასეთი პრაქტიკა ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში. უშუალოდ ტოპოგრაფიული სამუშაოები მოიცავდა ჩვენი ბაზის მიმდებარე ტერიტორიის კარტირებას, რომლის პროგრამით ჩვენ მოვახდინეთ მიმდებარე ტერიტორიის აგეგმვა. მეგობრებო, ნიშნავს ადგილმდებარეობის შესწავლას და იმ წერტილების შერჩევას, საიდანაც უნდა დავიწყოთ აგეგმვა. პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ ერთ-ერთი წერტილის გეგმიური და სიმაღლური კოორდინატები. გეგმიური კოორდინატების განსაზღვრის არსებობს ტრადიციული მეთოდები და თანამედროვე მეთოდები, რომლის დახმარებითაც აი GPS-ი, ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემა. ხო, აი GPS-ი ჩვენ გვაქვს და შეგვიძლია GPS-იდაც ავიღოთ ამ წერტილის კოორდინატები. სხვა ტრადიციული მეთოდი ჩვენ ვერ ავიღებთ კოორდინატებს, რომ ახლოს ჩვენ წერტილი არ ვიცი. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ პირობითად დავარქვათ ასრომილი. ჩვენ განსაზღვრეთ დღეს აი ვიყავით, ესე იგი ამ წერტილის, საწყისი წერტილის კოორდინატები GPS-ით. ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ თეოდორიტული სვლის გაკეთებას. რას ნიშნავს თეოდორიტული სვლა? ეს არის წერტილების სისტემა, რომელთა კოორდინატებს ჩვენ განსაზღვრავთ. აი ეს ხელსაწყო არის უნივერსალური ხელსაწყო, თეოდორიტი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ჰორიზონტალური კუთხე და ვერტიკალური კუთხე. გაზომოს მანძილის, ოღონდ ნაკლები სიზუსტით, ხო? სამეცნიერო აპარატურის მუშაობის პრინციპის გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ხრევას თოლორდავას, ასოცირებულ პროფესორს და ასოცირებულ პროფესორ ბატონ მერაბ გონგაძეს, რომელთა თაოსნობით მოხდა ამ სამეცნიერო კვლევითი აპარატურის მუშაობის პრინციპების გაცნობა სტუდენტებისათვის. GPS-ი ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია გაზომოს როგორც გეგმიური კოორდინატები, შეუძლია გაზომოს ესე გეოგრაფიული კოორდინატები 3 მეტრის სიზუსტით. დაახლოებით, ახლა გვაძლევს შეնում 4-3 მეტრი არის სიზუსტე აქ აღებული მონათლებისა. და სიმაღლე გვაჩვენა რომ არის 593 ზღვის დონიდან მეტრი. ჩვენ მე როდესაც ამ აგეგმას გავაკეთებთ, ჩამოვიდით აი ამ ძირითად წერტილებს, ყველა კოორდინატს დავაფიქსირებთ GPS-ით. ჩვენ გვაქვს ასეთი ხელსაწყო კიდევ ნიველიერი, რომელსაც შეუძლია აი ამ ერთ წერტილს რომ მივცემ ჩვენ GPS-ით, დანარჩენ წერტილებს ამ წერტილებში დავაყენებთ ამ ნიველიერს, ლატვას დავაყენებთ და გადავცემთ ამ სიმაღლეს აქედან იქამდე რამდენია მაღლება სწყობა. ჩამოვიდით ამასაც მთლიანობაში, აი ამ პოლიგონს ისე მოვათ ამ წერტილზე და როდესაც მივიღებთ რაღაც ცნობილებას, ხო, გამომიგრაჟი დასაშვები რამდენია. შეიძლება მთელი თქვენი მუშაობა უფრო დიდი ფართობი აგეგმოთ. დავამთავრეთ ამას, გეცოდინებათ, როგორ აგეგმოთ, გეოგრაფიები ხარ და როგორ ჩატაროთ აგეგმვა. საველე პრაქტიკა მოხდა უდიდესი გამოცდილება როგორც გეოგრაფიულ თვალსაზრისით, ასევე ადამიანურ თვალსაზრისითაც. ამით პირველ შემთხვევაში აქ შევისწავლეთ თეორიული მასალის ფორჩესკმა, აქ შევისწავლეთ ჩვენი ფაქტორები, რომელიც ამ კონკრეტულ რეგიონში მოქმედებს. დავადგინეთ თუ ამ გამომწვევის მიზეზი რა ფაქტორებით განხორციელდება. მიკროავტობუსის ბოლონდიში მიემგზავრებით პანკის ხეობაში. გავსცით მატანს. შევდივართ პანკის ხეობაში. შევედით დუიში. ქისტურ სოფელში. დინარი ალაზნის ზემოწელი. პანკისის ხეობა. ვახლოვდებით ხადორ გეს, უნიკალურ ნაგებობას, რომელიც დააპროექტეს ჩინელებმა და აშენეს
ქართველებმა. ალაზნის სათავებიდან გვირაბებით გამოყვანილი წყალი იკრიბება მთის თხემზე და შემდეგ მილით ეშვება ელექტროსადგურისაკენ, სადაც 2-12 მეგავატიან ტურბინას ამუშავებს. ალაზანი ხადორგესთან. მივდივართ ხადორის ჰიდროელექტროსადგურის დასათვალიერებლად. აპარატი ჩვენებს რამდენად დაეცაცნება. აქ არის ყველაფერი ელექტროაპარატი. სოხუმის უნივერსიტეტში გეოგრაფიის მიმართულება აი ბოლო პერიოდში არის ძალიან წარმატებული. ყავს ძალიან წარმატებული სტუდენტები. გარდა ამ საინტერესო ლექციებისა არის აუცილებელი რომ